რის დემონსტრირებას ცდილობს ქართული ოცნება ელჩების დაბარებით. რა არის მისი მიზანი? მისი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რაღაცნაირად აჩვენოს ვინმე ამ ქვეყანაში მოატყუოს კიდევ ვინმე, ვინც დარჩა მათ ხარდამჭერად ეგრეთ წოდებულ, ალბათ ძალიან ცოტანი არიან უკვე, მაგრამ რომ რაღაცნაირად ისინი განამტკიცეთ და არ შეეგუებიან ევროპიდან ზეწოლას, რაც ტყუილია, ისინი არ განამტკიცეთ პირიქით. ძალიან ბევრი ქართული ოცნებიდან ძალიან ბევრ ევროპულ დეპუტატს უკავშირდება და ეს ვიცით სახელებით და გვარებით, ხო? და თხოვს, რომ იქნებ რაღაცნაირად სანქციების სიაში არ მოხდეს. ძალიან ბევრი დაწმუნებული ვარ, უკვე მოხვედრილია იმ სიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან სუსი მიიტანს ხოლმე და ამიტომ ეს ხალხი შიშობს და რაღაცნაირად ცდილობენ რომ აჩვენონ რომ აი სინამდვილეში ძალიან დიდი დაპირისპირება აქვთ დასავლეთთან ბიძინა ივანიშვილის ხათრით ხო ეს ხო მათი მაამებლური ამ შიდა კულტურის ძალიან დამახასიათებელი ნიშანია რომ ხშირად გამოდიან ხოლმე და იძახიან რომ მე ბიძინა ივანიშვილის გულისთვის რომ დავსანქციებდე ეს ჩემთვის პატივია მე ბიძინა თუმცა ეს მაინც ხომ არ ფიქრობთ რომ მათი აი ეს რაღაცნაირად რიტორიკა ოპტიმისტური განწყობა შეიძლება ასე დავარქვათ არის განპირობებული იმით რომ გარკვეულწილად შესაძლებელია ივანიშვილს დარჩა ლავირების შესაძლებლობა კომუნიკაცია ევროპასთან ამერიკასთან თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს ოპტიმისტური განწყობა პირიქით მე ვფიქრობ რომ ეს არის უბრალოდ დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს ორგანიზაციულად ქართულ ოცნებას მათ უბრალოდ რაღაცნაირი შეგვება დაიწყეს იმასთან, რომ ვიზა ლიბერალიზაცია დაიკარგება და ამას იყენებენ პროპაგანდისტულ იარაღად, არა იმისთვის, რომ აი მე ყველაფერი ვცადეთ და არ გამოვიდა, არამედ იმისთვის, რომ ისეთ რაღაცას გთხოვდნენ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის გამო, ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ დაგვეკარგა. დაახლოებით ასეთ რაღაცას გვაჩვენებს ახლა ქართული ოცნება, სწორედ ამიტომ იბარებს ამ ელჩებს, რომ გვაჩვენოს, რომ სინამდვილეში აქეთ თვითონ ებრძვის თითქოს რაღაცის გამო ევროკავშირს და თითქოს მათი ხელყოფა ადამიანის უფლებების არაფერ შუაში რის გამოც რა თქმა უნდა იკარგება ვიზა ლიბერალიზაცია, იკარგება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს ხელისუფლებაში და ძარცვოს საქართველოს და ეს ნაძარცვული ამ ხალხმა მე გაიყოს აი ამის გულისთვის წირავენ ვიზა ლიბერალიზაციას. აი გიორგი თქვენ არ ერთხელ ახსენეთ ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის თუ არა იმ ტიპის თემა რომ შეგვიჩერონ დარტყმა ქართული ოცნებისთვის რომ ის ძალიან დაზარალდეს ამ პროცესში მიუხედავად იმისა რომ ეს ამას ძალიან ძიმეთ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები რადგან ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში თქვენი აზრით ეს იმ ტიპის გადაწყვეტილება იქნება რომლითაც ძალიან დიდ დარტყმას მიიღებს ივანიშვილის რეჟიმი ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ არაფერი ქართული ოჯახისთვის სასიკეთო ქართველი ადამიანისთვის სასიკეთო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ დარჩა მოსატანი ამ ქვეყანაში ყველაფერი ყველა ახალი ნიუსი რომელსაც საერთაშორისო მასშტაბით გავიგებთ იქნება ამ ხელისუფლებისთვის ცუდი და შესაბამისად საქართველოსთვისაც ძალიან ცუდი ამიტომაც უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება ამ ქვეყნიდან და მაგიტომაც არის ამ ხელისუფლების დაზიანება ამ შემთხვევაში საქართველოს ხალხის მხარდაჭერა რომ სინამდვილეში ჩვენ საქართველოს მოსახლეობას აღარ გვინდა ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრება ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ადამიანებისგან რომლებიც მეგობრობენ ჰამასის წარმომადგენლებთან ჰეზბოლას წარმომადგენლებთან მხოლოდ ირანელ ლიდერებთან დადიან მხოლოდ უზბეკეთში და იმედებათ მხოლოდ პუტინს არაფერი კარგი არ შეიძლება იყოს საქართველოსთვის იმიტომ საქართველოს არასოდეს თავის ისტორიის მანძილზე არ ქონია ასეთი მორალური შეხედულებების ლიდერებთან არათუ მეგობრობა, არამედ პარტნიორობაც კი. თუმცა აი მაგალითად ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ დღეს დილიდან გუშინას პრინციპში, რომ აი მიხეილ ყაველაშვილი არის ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ კომუნიკაცია ჰქონდა დონალდ ტრამპთანაცო, აი რაღაცნაირად ასაღებენ მცირე ნიუანსებსაც წარმატებად გამარჯვებად ისინი ამ შეუძლიათ გაასაღონ გამარჯვებად ის ადგილას, სადაც ალბათ 100 ტელევიზორია, არც ისტორიას სწავლობენ, სკოლაც არ ეხსნება, ალბათ ესეთ ადგილები სამწუხაროდ შეიძლება ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, მაგრამ საქართველოში იმედია რომ არ არის და მე ვფიქრობ რომ უბრალოდ სიბეცია იმის რწმენა რომ რახან თვითმარქვია პრეზიდენტ ყაველაშვილი გამოდის გაეროში, ამიტომ ვიღაცა მას აღიარებს, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ გვახსოვს საათობით გამოდიოდა ხოლმე მაგალითად კადაფი, ყოველთვის აცდენდა სპეციალურად რეგლამენტს, რომ ეჩვენებინა რომ აი მე ვერც კი ჩამომიყვანენ ტრიბუნიდან და არ არის გაეროში ესეთი ორგანიზაცია, რომ ვინმე ჩამოათრიონ ტრიბუნიდან ან არაუშვან პირიქით, ხო ეს არის წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, სადაც ყველას მათ შორის დიქტატორებსაც კი აქვთ უფლება რომ გამოიყენონ თავისი სიტყვა. და ამ შემთხვევაში ყაველაშვილი თუ ვინმე გვაგონებს ამ ტრიბუნაზე გვაგონებს მხოლოდ ეს კადაფისნაირ წარმონაქმნეს, რომლებმაც ეს ტრიბუნა გამოიყენეს მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთი სამაცნო ლაქა დაესვათ საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე, ხო? და ეს რა ტიპის პლატფორმაა, მაინც რომ უთხრათ ჩვენს აუდიტორიას, რა თემებზე სასაუბროთ
ადამიანი ლიდერები ჩვენ აი რასელოდებით პროცესში ყაველაშვილის მხრიდან მაგრამ სინამდვილეში ეს ხშირად იქცევა ხოლმე იმ ადამიანების მხრიდან ვინც დიქტატორულ მისწრაფებებს განიცდის ხშირად იქცევა ხოლმე უბრალოდ ტრიბუნაც სადაც თავის მოფიქრებულ სისულელეებს აფრქვევენ. ყაველაშვილს ამ შემთხვევაში ეს ამის უფლებაც კი არ აქვს. თავის მოფიქრებულ სისულელეებსაც ვერ იტყვის. იმან უნდა თქვას ზაზა შატილიშვილის მე დაწერილი ბიზნეევანიშვილის მოფიქრებული სისულელეები. აი ესეთ სამაცხოვრო მდგომარეობაში ვართ. აი ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ წარმოიდგინეთ საამიროების პრეზიდენტთან ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი საერთოდ არ იყო შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრი იყო მესამე კაცად, იმიტომ რომ ბიზნეევანიშვილს ეკონომიკის მინისტრად ეხლა პირადი უკეთესი ურთიერთობა. საერთოდ კითხვაც უნდა დაისვას იმის შესახებ ეს რა ტიპის ახლებური პროტოკოლი იყო პრეზიდენტი მე არ მგონია რა ესეთი ბიძინა ივანიშვილთან თქვენი აზრით სახელმწიფოებრივი სიტყვებით ნუ მივცემთ მე ღირსებას ამ პროცესს, იმიტომ რომ ეს არ იყო პროტოკოლი. ეს იყო უბრალოდ ერთი შეხვედრა, რომელიც აი დაარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად აი ერთი ადამიანის პირად საკუთრებაში გაიმართა და მეორე ადამიანის პირად საკუთრება, ვინც იყო ჩამოსული, არის მთლიანი სახელმწიფო აბუ-დაბი. იმიტომაც არის საამიროების შეიხი, რომ პრეზიდენტი რომ აბუ-დაბის შეიხია და როგორც ჩანს ბიზნეევანიშვილსაც უნდა რომ ეჩვენებინა, რომ ეს ამ ქვეყნის მფლობელი ეს არის. და სინამდვილეში ჩვენ კარგად ვნახეთ, სად არის საქართველოს ადგილი ბიზნეევანიშვილის გონებაში, მის უკან. და აქედან გამომდინარე საქართველოს აქ ვერ გაჩერდება. ჩვენ იმისთვის არ შეგვიქმნია ამ ხელა კულტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყანაში ვიცხოვროთ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არაფერ კარგს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს აღარ მოუტანს. ის მოუტანს კავშირს მხოლოდ ავტოკრატებთან, ავტოკრატებს თავის ქვეყნისთვის არ მოუტანიათ არაფერი კარგი, ჩვენ რომ მოგვიტანონ გამორიცხულია და იქცევა საქართველოს ქვეყანად, რომელშიც აი ცუდ სიტყვას ვიტყვი, მაგრამ გულაობენ ავტოკრატები. ჩამოდიან მაგალითად კადიროვის ოჯახის წევრები დასასვენებლად. მაქსიმუმ ეს მოხდება. დანარჩენი აქ არაფერი აღარ. აი ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ რახან მისი ქონება მდიდრდება, ამიტომ ჩვენ ყველამ ვითმინოთ ეს უბედურება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ მოვითმენთ. 300 დღეა ხალხი ქუჩაშია, პოლიტიკურმა ლიდერებმა თავი არ დაუკრეს ამ საშინელებას და ციხეში არიან იმ პრინციპების ერთგულებისთვის, რომელსაც ემყარება ჩვენი ბრძოლა და მე ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი რომ პროტესტს აქვს აღმავალი ხაზი ახლა ჩვენ ხედავთ ყოველდღე უფრო და უფრო მრავალათასიან გამოსვლებს, ხალხი არის იმედიანად, ხალხი არის საკმარისი იმის დასასრულებლად, რაც აი ამ ხნის განმავლობაში აღწერეთ. ფაქტი არის, რომ ჩვენი ტემპი მატულობს. და მათ შორის დეზინტეგრაცია იმატებს, ასე რომ ჩვენ კარგად ვხედავთ ჩამოშლის ნამდვილ ნიშნებს, თუ შეიძლება ამაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ჩვენ ვხედავთ ყოველ დღე, აი მაგალითისათვის, როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში ვიყავით 2024 წელს, ჩვენ ქონდა ესეთ სერია, ვაკეთებთ ხოლმე სპეციალურ საინფორმაციო ვიდეოებს იმ ფეოდალებზე, რომლებიც დაპატრონებული არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, ნიკამელიასთან ერთად, ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად და სინამდვილეში რა შეიძლებოდა იქ გაკეთებულიყო ისინი რო არ იყვნენ და ბიჭიკო პაიკიძეზე დიდი ინფორმაცია ქონდა ამის გამო მოგროვებული. და ფაქტობრივად არა მხოლოდ იმერეთში ვანის რაიონში, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს მათ შორის რაჭამდე იყო მისი გავლენა ასული და ხან ჰესებს, ხან კარიერებს და რას აღარ ეფუძნებოდა მისი ქონება, ხო, ამ შემთხვევაში და ეს ერთადერთი რის გამოც ის დააგროვა იყო ნათესაობა ლილუაშვილთან და ეს ყველამ იცოდა, იმიტომ რომ ლილუაშვილი მოადგილეების კი ვანელები იყვნენ და ყველამ იცის რამხელა წილი ქონდათ ყველა ბიზნესიდან ფაქტობრივად საქართველოში მუშაობს. დღეს რას ხედავთ, ხო, ეს ადამიანი დაკავებული იქნებოდა რო არ იყოს გაქცეული. აქედან გამომდინარე ჩვენ კარგად ხედავთ იმას, რომ ის ხალხიც კი რომელიც შარშანზე არათუ ხეირობდა უბრალოდ ქართული ოცნების ძალაუფლებით, არამედ ძარცვავდა ამ ქვეყანას მილიონობით დოლარით ყოველდღიურად. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ და ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხისთვის კი არ იქცა უსაფრთხოების და სიმდიდრის წყაროდ, არამედ იქცა საფრთხის წყაროდ, სანქციების წყაროდ ევროპიდან თუ მასთან ძალიან კარგად არიან თუ აღარ არიან თვითონ ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი პარტია იქნება თუ არა 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე? ჩვენი პარტია იქნება ყველა საპროტესტო აქციაზე, მათ შორის რა თქმა უნდა განსაკუთრებით 4 ოქტომბერს ვინაიდან ამდენი ხალხი ძალიან დიდი იმედით ელოდება ამას, ჩვენ ვიქნებით განსაკუთრებით წარმოდგენილი ყველა აქციაზე, რომელიც გაიმართა ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე. მას შემდეგ რაც დაფუძნდა პარტია ახალი და შეიქმნა კოალიცია ცვლილებისთვის, ყველა აქციაზე ყველაზე მრავალი სხვადასხვა წარმომადგენლობა ჰქონდა. აქაც ასე იქნება, ჩვენ რა თქმა უნდა ვიდგებით იქ, სადაც არის ჩვენი საუნჯე და ამ შემთხვევაში ჩვენი
გული იქ იქნება, სადაც არის ქართული ხალხის ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ, ქართული ხალხის ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, რუსული გავლენის წინააღმდეგ. მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია, ამას თქვენი კოალიცია როგორ უყურებს? მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ამ თარიღს, სწორედ აი ამ ფრაზებიდან გამომდინარე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის კონკრეტული გზა, რომელიც ავირჩიეთ, ეს არის ართანამშრომლობა და ქუჩის პროტესტი. ეს ორივე საყრდენი არის ჩვენი ბრძოლისა ბიზნეს ევანიშვილის წინააღმდეგ და ჩვენი მიზანი არის მისი რეჟიმის ჩამოშლა. მისი კონკრეტული საყრდენების ჩამოშლა და ჩვენ ვიცით ეს საყრდენები, მათ შორის ერთი მაგალითად განვიხილეთ, ეს იყო მისი მონოლითურობა, ქართული ოცნების სიმძლავრე, როგორც ერთიანი ორგანიზმი, თლიანად მორყეულია. ეს იყო საგარეო აღიარება და თანამშრომლობა, თლიანად მორყეული აღიარება აღარ აქვს ქართულ ოცნებას, ეს იყო ფინანსური საყრდენი, რომელიც ძალიან შეზღუდულია სანქციების პირობებში და კიდევ უფრო შეიზღუდება. ეს იყო რა თქმა უნდა იდეოლოგიური საყრდენი სამართლიანობის და ლეგიტიმაციის შესახებ, რომელიც ასევე მორყეულია, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა მიწის აღარ არის სამართლიანი მთავრობა, აღარ არის სამართლიანობის დარჩეს ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ ქართული ოცნების ჩამოშლა და ეს ჩამოშლა გვესახება რა თქმა უნდა როგორც ქუჩის პროტესტის, ისე თანამშრომლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ ზიან ნიკამელია, ნიკა გვარამია ციხეში, ამიტომ გაიტაცა მაგალითად ნიკამელია ჩვენმა ხელისუფლებამ, სინამდვილეში იციან, რომ თანამშრომლობასა და ქუჩის პროტესტში არის მათთვის ყველაზე დიდი საფრთხე და სწორედ ამ გზას უნდა მივსდიოთ ბოლომდე. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის.